გამარჯობა ჩემო მეგობრებო. დღეს მინდა ისევ ენერგიაზე გესაუბროთ. თუ მიგიქცევიათ ყურადღება, ჩემი საუბრები ძირითადად ამ თემას ეხება. ეს იმიტომ, რომ ენერგია განსაზღვრავს ყველაფერს, როგორც ადამიანის ცხოვრებაში, ასევე ზოგადად სამყაროში. ყურადღებით დააკვირდით ამ სურათს. აქ გამოხატულია ადამიანის ფიზიკური სხეული, რომელიც ცენტრშია მოთავსებული, მის გარშემო კი მისი გარსებია, რომელიც ქმნის მის ეგრეთ წოდებულ აურას. ფიზიკურ სხეულს გარშემო ახლავს ეფირული გარსი, რომელზედაც მოძრაობენ ენერგიები. შემდეგი ასტრალური გარსი, სადაც ჩვენი ემოციები ცხოვრობენ, შემდეგი უფრო ზემოთ მენტალური გარსი, სადაც ჩვენი ფიქრები და აზრებია ასახული, კაუზალური გარსი, სადაც ჩვენი კარმა ცხოვრობს, უფრო მაღლა კი ბუთხიალური და ატმანის გარსებია, რომელიც ღვთიური გარსებია. როგორც გითხარით, ფიზიკურ სხეულს გარშემო აკრავს ენერგეტიკული გარსი. რატომ არის ახლა საჭირო ამ გარსების ცოდნა? ჩვენ ადამიანები, როდესაც რაიმეს დავისახავთ მიზნად, რომ გვინდა გავაკეთოთ, მოქმედებთ ფიზიკურ დონეზე, ფიზიკური საშუალებებით და ვაღწევთ მიზანს, ეს შესანიშნავია. მაგრამ თუ კი დავიხმართ ენერგეტიკულ პრაქტიკებს, ამ შემთხვევაში ის რისი გაკეთებაც მიზნად დავისახეთ, გავაკეთებთ უფრო იოლად, გავაკეთებთ უფრო სწრაფად, ხარისხიანად, ამასთანავე შედეგი იქნება, როგორც გითხარით, უფრო სწრაფი, უფრო ეფექტური. და თანაც ამ ენერგეტიკულ პრაქტიკებს არ ჭირდება არც ჩვენი ძალის ხმევა, არც ხანგრძლივი დროის დაკარგვა, მათ ჭირდებათ მხოლოდ გაცნობიერება, ჩვენს გონებაში გატარება და როგორც გითხარით, შედეგი გვექნება გაცილებით უფრო უკეთესი. ეხლა მინდა შემოგთავაზოთ მარტივი სავარჯიშო, რომელიც საშუალებას მოგცემს თითოეულ თქვენგანს განსაზღვროთ ჩვენი ენერგეტიკის დონე. ადამიანის ენერგეტიკის დონის განსაზღვრელი, რა თქმა უნდა, ბევრი ხელსაწყო არსებობს, მაგრამ ჩვენ მარტივად ესე რამდენიმე წუთის განმავლობაში შეგვიძლია ეს განსაზღვროთ. ავიღოთ სკალა 1-დან 10-მდე, სადაც 10 ქულა შევაფასოთ ენერგია ადამიანისა, რომელიც ძალიან ენერგიულია, კარგი გუნებგანწყობითაა ყოველთვის, საქმეებს, რომელსაც გადაწყვეტს, რომ გააკეთოს, აკეთებს ძალიან იოლად, არავადმყოფობს, შეუძლია სხვა ადამიანების ახმარება და ასე შემდეგ. 9 ბალით ისევ ენერგიული ადამიანი, ჯანმრთელი, კარგი გუნებგანწყობით, მაგრამ რაღაცები ცოტა ძნელად გამოუდის ხანგრძლივი დროის განმავლობაში და ესე ნელ-ნელა ქვევით და 1, 2, 3-ით ენერგეტიკა ადამიანისა, რომელიც გამოწურულ ლიმონს გავს, ძნელად გამოუდის ყველაფერი, ხშირად ავადმყოფობს, სხვა ადამიანების დახმარება სჭირდება, გუნებგანწყობა დაქვეითებული აქვს, წუწუნებს და ასე შემდეგ. შეაფასეთ თქვენი ენერგეტიკა ამ სისტემით, ჩაიწერეთ ეს ციფრი, შეგიძლიათ მომწეროთ კომენტარებში. და ეს რატოა საჭირო? იმიტომ რომ არსებობენ სავარჯიშოები, რომლებიც მაღლას წევენ ადამიანის ენერგეტიკას. რაც შეეხება მაღალ ენერგეტიკას, როგორც ადრეც გითხარით, მაღალი ენერგეტიკა ეს არის კარგი ჯანმრთელობა, კარგი შემოსავლები, კარგი ურთიერთობები. ამიტომ ღირს მათი გაკეთება და მათი შესწავლა. დღეს ამის დავამთავროთ.
ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებთ, მეგობრებო. მომავალ შეხვედრამდე.